მოგესალმებით, მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს დავაკეთოთ ასეთი დაშლა. რა მიდის ახლა თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოვა. ნახოთ, რა წავა, რა მიდის ახლა თქვენი ცხოვრებიდან და სამაგიეროდ რა შემოვა. რა მიდის ახლა თქვენი ცხოვრებიდან. ახლა მიდის თქვენი ცხოვრებიდან იმედ გაცრუება, ტკივილი, წყენა, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, ასევე ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, ასევე ვიღაცასთან იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თუ გქონდათ, ანუ აი გამოჯანმრთელება იქნება. ეს წავა, ანუ ვინც ელოდებოდით, ანუ აი ამ გამოჯანმრთელებას და რაღაცა ავად იყავით, აი ეს წავა თქვენი ცხოვრებიდან. ურთიერთობასთან დაკავშირებით გაგიცრუვდათ იმედი, ადამიანთან დაკავშირებით ურთიერთობაში გაგიცრუვდათ იმედი, ვერ მიიღეთ ადამიანისგან ის, რაც გინდოდათ, ვერ მიიღეთ ურთიერთობისგან ის, რასაც ელოდით და თითქოს ჩამოიმსხვრა ის, რისი მოლოდინით თქვენ გქონდათ, ანუ არ გამართლდა, რამაც რა თქმა უნდა იმედი გაგიცრუათ და ეს თქვენ ემოციურ მდგომარეობაზე აისახა და აქ ზოგიერთმა ისე განიცადა ეს მდგომარეობა ემოციურად, რომ უკვე ეს აისახა მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ესეც ვიღაცისთვის იქნება. აი ის, რასაც ახლა ძალიან განიცდით, რასაც ასე ვთქვათ, გლოვობთ და ცუდი ფიქრები გაქვთ და იმ დანაკარგს მისტირით და ისე იმ ძველზე ფიქრობთ. ადამიანი, რომელიც წავიდა თქვენგან და ამან ტკივილი მოგაყენათ, მამაკაცი, რომელიც წავიდა ურთიერთობიდან და ამან იმოქმედა ძალიან თქვენზე და ამას ძალიან განიცდით და აი ითხოვთ დახმარებას, აი ამ მდგომარეობიდან რომ გამოხვიდეთ. ნახოთ სამაგიეროდ რა შემოვა. აქ ყველაფერი ძველია, ეს თქვენი სიტუაციები, რაც არის ახლა, ეს ყველაფერი წავა თქვენი ცხოვრებიდან და რჩება წარსულში და უკვე ახალი ცხოვრება, ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილება დაიწყება, გამოხვალთ იმ მდგომარეობიდან, აი იმ ცუდი ფიქრებიდან, იმ ცუდი ემოციური მდგომარეობიდან, რომელიც ძალიან მოქმედებს თქვენზე. აქ ფინანსულადაც ახალ ეტაპზე გადახვალთ, თუ დანაკარგი გქონდათ ფინანსებში, აქ ახალ ეტაპზე გადახვალთ და გექნებათ იმდენი საშუალება, რომ დაეხმაროთ საკუთარ თავს, არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც გასცეთ ეს ფინანსები, ვისაც სჭირდება თქვენგან დახმარება. ასევე აი იმ სურვილის ასრულება, რაც ახლა თქვენ გსურთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან. ასევე იქნება ცვლილება, ახალი გაცნობაც კი, ანუ გამოხვალთ აი ამ მდგომარეობიდან და შემსუბუქდებით, გადახვალთ სრულიად ახალ ენერგიებში, ანუ განულდება თქვენში ეს ყველაფერი და სუბუქ ლაღ ენერგიებში იქნებით, ანუ ისევ დაინახავთ, რომ ცხოვრება არის ფერადი და აი იმ შაუბნელი ფიქრებიდან გამოხვალთ. ცვლილება ურთიერთობაში, ცვლილება ახალი რაღაცა სწავლა, ახალი განვითარება, იმ დახმარებას მიიღებთ, რასაც აქამდე ითხოვდით, ახალი ემოციები, წასვლა, გადაადგილებაც შეიძლება, წასვლაც, წინსვლა, განვითარება, ახალი ემოცია, ემოციურად გამოდიხართ აქ მდგომარეობიდან და დროს გაატარებთ ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, იმ სოციუმში, სადაც თქვენ ყოფნა ძალიან გსიამოვნებთ და ეს თქვენზე დადებითად მოქმედებს. ახალი დადებითი ემოციებით შეივსებით, მაღალი ძალებით გეხმარებიან, იცვლება აქ თქვენი სიტუაცია, თქვენი ბედის ბორბალი სხვანაირად შემოტრიალდება და როგორც გითხარით, ახალი გაცნობაც იქნება, ანუ ახალი ადამიანის შემოვა თქვენს ცხოვრებაში, სერიოზული, წარმატებული, რომელსაც აქვს თავისი საქმე, ანუ გამოდიხართ, რისგან თავის დაღწევაც გინდათ, ახლა აი იქიდან
გამოდიხართ იმ იმედგაცრუებიდან, გამოდიხართ დეპრესიული მდგომარეობიდან და გადადიხართ ახალ ლაღ ენერგიებში, მსუბუქ ენერგიებში და იქნებით გახარებული. აქ არჩევანს გააკეთებთ თქვენ და ამ ყველაფერს ძველს დატოვებთ წარსულში და მიიღებთ ახალ გაცნობას, ახალ შეხვედრას, მაღალი ძალები გეხმარებიან ამ ყველაფერში, და ეს ახალი გაცნობა იქნება ძალიან ისეთი, ძალიან დიდ ემოციებს მოგიტანთ, იმ სიხარულს და ბედნიერებას მოგიტანთ, რომელიც თქვენ გინდათ. ახალი ადამიანი, რომელიც იქნება გამოცდილი, პროფესიონალი თავის საქმეში, სერიოზული, ექნება თავისი საქმე და აქ იცლება, როგორიც არის ახლა თქვენი ცხოვრება, ისეთი აღარ იქნება და სრულად გადასხვაფერდება შეიცვლება და თავს იგრძნობთ შვიდად, ბედნიერად, ემოციურად კარგად, ასე ვთქვათ, განკურნებულად იმისგან, რაც ახლა თქვენ ძალიან გაწუხებთ და ეს ახალი გაცნობაც, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იქნება საკმაოდ კარგის მომტანი თქვენთვის, ძალიან კარგი ემოციებს მოგიტანთ და თავს იგრძნობთ აი სრულყოფილად, ბედნიერად, რომ მე მაქვს ის და ვარ გრძნობ თავს ისე, როგორც ყოველთვის მინდოდა. და ამაში აი ეს ახალი გაცნობა და ახალი ადამიანიც დაგეხმარებათ, ასე რომ მიიღეთ ეს ყველაფერი და დატკბით თქვენი ახალი ცხოვრებით. მე გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას.